Teleradio კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. საქართველოს ისტორიის გაკვეთილები. ნიკო ფიროსმანი. საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცე ნათლად ასახავს ქართული ხელოვნების განვითარებას უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე. ამ სივრცეში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ნიკო ფიროსმანის მემკვიდრეობას. მისი შემოქმედება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად მიიჩნევა არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო მხატვრობის ისტორიაში. ფიროსმანი ქართული ნიჭის კიდევ ერთი გენიალური გამოვლინებაა. მან მსოფლიოს პრიმიტიული სტილით და ხელწერით აჩვენა ქართველი კაცი მის ყოველდღიურობაში. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება ერთ ქალაქში გაატარა და პროფესიული განათლება არ ჰქონია, ფიროსმანმა შექმნა მხატვრობა, რომელიც ერთდროულად არის ეროვნულიც და თანამედროვეც. მსგავსი ადამიანები ხშირად გამოირჩევიან ზედმეტად ტრაგიკული და ქაოსური ცხოვრებით. არც ის ყოფილა გამონაკლისი. ცნობილი გამოთქმა სიკვდილის შემდეგ დაფასდა. ალბათ ყველაზე მეტად ნიკო ფიროსმანის მოღვაწეობა შეეფერება. სწორედ ამავე მიზეზით მის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე სრული ინფორმაცია არ გვაქვს. მათი უმეტესობა მხატვრის გარდაცვალებიდან წლების შემდეგ მოიძებნა და გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის. ფიროსმანის სრული სახელი და გვარი ნიკოლოზ ფიროსმანაშვილი იყო. ის სავარაუდოდ 1862 წელს კახეთში, სოფელ მირზაანში, გლეხის ოჯახში დაიბადა. 1870 წელს, როცა ნიკო სულ რაღაც 8 წლის იყო, მის ოჯახს დიდი უბედურება დაატყდა თავს. ჯერ მამა, ცოტა ხნის შემდეგ კი დედა დაეღუპა. დაკარგული მშობლების სიყვარული და მონატრება ხშირად აირეკლება მის შემოქმედებაში. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ტილოს სახელწოდებით რთველი, რომელშიც წარმოდგენილ მამაკაცს და ქალს ფიროსმანის მშობლებთან აიგივებენ. აღსანიშნავია, რომ ფიროსმანის არაერთ ნახატში ოჯახური მოგონებების კვალია შესამჩნევი. მისი პირადი განცდები და მტკივნეული წარსული ხელოვნების ენით გადმოიცა. ამ კონტექსტში მისი შემოქმედება არა მხოლოდ სოციალური ყოფის ამსახველად, არამედ ავტობიოგრაფიული შთაგონების წყაროდაც განიხილება. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ფიროსმანი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. სიღარიბესა და მძიმე ყოფით პირობებში გაზრდილი ნიკო ბავშვობაშივე იჩენდა განსაკუთრებულ ინტერესს მხატვრობისადმი. ხატვა მისი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ მას არ ჰქონდა სპეციალური სამხატვრო განათლება და აკადემიურ წრეებთან არანაირი კავშირი, მან თავად საკუთარი დაკვირვებითა და შრომით შეიმუშავა უნიკალური მხატვრული სტილი. ფიროსმანი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქალაქის ყოფასთან. მის მუზებად იქცნენ რიგითი მოქალაქეები, ხელოსნები, ვაჭრები და მათი მშრომელი ნაწილი. სწორედ ამ გარემომ ჩამოაყალიბა ის. 1880-იან წლებში ნიკო ფიროსმანმა თბილისში ფერწერის მცირე სახელოსნო გახსნა, სადაც ძირითადად კომერციული ხასიათის შეკვეთებზე მუშაობდა. ქმნიდა აბრებს, ვიტრინების გაფორმებებსა და ინტერიერის დეკორაციებს. მისი ხელწერა მალე გახდა ამოსაცნობი. მარტივი კომპოზიციები, მკვეთრი ფერები და უშუალო ფორმები, რაც გამორჩეულად წარმოადგენდა იმდროინდელი თბილისური ყოფის ესთეტიკას. პარალელურად ფიროსმანი მუშაობდა კონდუქტორად ამიერკავკასიის რკინიგზაზე. ეს სამსახური მას მცირე ფინანსურ სტაბილურობას უქმნიდა, თუმცა რკინიგზაზე მუშაობა ფიზიკურად მძიმე და დამღლელი აღმოჩნდა მისთვის. ნიკოს ხშირად აწუხებდა სხვადასხვა სახის დაავადება. ჯანმრთელობის გაუარესებამ საბოლოოდ აიძულა თავი დაენებებინა რკინიგზის სამსახურისთვის. შემოსავლის გარეშე დარჩენილმა მხატვარმა სრულად მიუძღვნა თავი ფერწერას. რკინიგზის სამყაროდან საბოლოოდ ჩამოშორების შემდეგ იგი კიდევ უფრო დაუახლოვდა მედუქნეებს, რიგით ვაჭრებს, მევახშეებს, რომლებიც ქალაქის პატარა ქუჩებში საქმიანობდნენ. სწორედ ამ ფარდულებსა და მაღაზიებზე გამოჩნდა მისი პირველი მხატვრული კვალიც. ფიროსმანი მათთვის აბრებს ხატავდა. ერთ-ერთ მედუქნეს, რომელიც რძის ნაწარმით ვაჭრობდა, ნიკომ დაუხატა ძროხა რძით სავსე სათლით, სიმბოლო, რომელიც ყისიერად გასაგები იყო თითოეული გამლელისთვის. მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის თითქმის ყველა თბილისურ დუქანში მისი ხელით შესრულებული აბრები და გამოსახულებები იწონებდა თავს. ხატვარი აქედან შემოსულ მცირე თანხას თავის სარჩენად და ფერწერისთვის აუცილებელი საღებავების შესაძენად იყენებდა.
მედუქნეებს მოსწონდათ ფიროსმანის ნახელავი, თუმცა ისინი ბოლომდე ვერ აცნობიერებდნენ, რომ მხატვარი, რომელიც მათთვის უბრალო აბრებს ქმნიდა, სრულიად განსხვავებულ მხატვრულ სივრცეში მოქმედებდა. ფიროსმანის შემოქმედების ღირებულება მაშინ ჯერ კიდევ არ ჩანდა. არ ჩანდნენ ისინიც, ვინც დააფასებდა მის ხელოვნებას. ფიროსმანის როგორც მხატვრის აღმოჩენასა და მისი შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაში ძმებ ილია და კირილეს დანევიჩებს მიუძღვით. ისინი იყვნენ პირველები, ვინც სათანადოდ შეაფასეს თვითნასწავლი ქართველი მხატვრის ნამუშევრების ღირებულება და აქტიურად შეუდგნენ ფიროსმანის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა პოპულარიზაციას. ერთ ჩვეულებრივ თბილისურ დუქანში დაკიდებულმა ნახატებმა ძმების დანევიჩები განსაკუთრებულად მოხიბლა. მათ დაუყოვნებლივ დაიწყეს მხატვრის ძებნა და მალევე მიაგნეს კიდეც ფიროსმანს. ძმებმა დანევიჩებმა ფრანგ კოლექციონერ მიშელ ლედანტინუსთან ერთად დაიწყეს ფიროსმანის ნამუშევრების ძებნა თბილისის სხვადასხვა უბანში. მედუქნეები ზოგჯერ კაპიკებად თმობდნენ ნახატებს, ზოგჯერ კი მკაცრი მოლაპარაკება და დაყოლიება იყო საჭირო. მიუხედავად სირთულეებისა, ძმების მოღვაწეობამ ფიროსმანისადმი ინტერესი თანდათან გააღრმავა. 1913 წელს მათ მიერ შეგროვებული ნამუშევრები პირველად გაიგზავნა მოსკოვში გამართულ გამოფენაზე. ეს იყო ფიროსმანის პირველი გამოჩენა ფართო საზოგადოების წინაშე. შემდგომ წლებში ძმების მეშვეობით კიდევ უფრო მეტი ნამუშევრის შეგროვება მოხერხდა, მათ შორის ჟირაფის, ორთაჭალის ტურფის და შავი ლომის. დროთა განმავლობაში ფიროსმანის ხელწერა სულ უფრო მეტ ადამიანს იმჩნევდა. გაჩნდა ინტერესი, გაჩნდა მოლოდინი. თუმცა ეს ინტერესიც მხოლოდ მის ნიჭს შეეხოდა, არა მის სოციალურ მდგომარეობას. ნიკო ფიროსმანი, როგორც ბევრი სხვა გენიალური ხელოვანი, სიცოცხლეში ვერ მიაღწია სათანადო აღიარებას. მან თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები უკიდურეს სიღარიბეში გაატარა, დავიწყებული, ავადმყოფი და საზოგადოებისგან გარიყული. თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ ფიროსმანის სახელმა გზის გაკაფვა დაიწყო და დღეს იგი განიხილება არა მხოლოდ ერთ-ერთ უდიდეს ქართველ მხატვრად, არამედ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ფენომენად. ნიკო ფიროსმანის საფლავი, სიკვდილის ზუსტად მიზეზი და თარიღი სამწუხაროდ უცნობია. მხატვარს ცოლ-შვილი არ ჰყავდა, ახლობლების გადმოცემით მან სიცოცხლე სიღატაკითა და მარტოსულობით დაასრულა. მისი ერთადერთი თავშესაფარი მხატვრობა იყო. მისმა ნამუშევრებმა წლების შემდეგ მსოფლიო მოიარა და ისეთი არტისტების ნახატებთან ერთად გამოიფინა, როგორიც ვან გოგია. დღეისათვის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ნიკო ფიროსმანის 146 ნამუშევარია დაცული. 16 ტილო კი სიღნაღის მუზეუმშია გამოფენილი. ფიროსმანის გამოფენა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოეწყო და მას 100,000-ობით დამთვალიერებელი ჰყავს.